მშვიდობა ყველას. ჰალელუია. როგორ ახართ? ძმებო, დებო, ახლობლებო, ნაცნობებო, თანაკლასელებო, კიდო ისა, თანა მემამულენო და ასე შემდეგ. როგორ ახართ, რა არის ახალი? ძმებო და დებო. დღეს ღვთისნებით იმედია ჩემი გული, სული, გონება, მშვენივრა სხეული ერთად შერწყმული ვეცდები ერთი მნიშვნელოვანი საკითხს შევეხო. რაც ახლა ინტერნეტში ტრენდადაა გამოსული, ამაზე საუბარი არის და მე ჩემ შეხედულებას ვიტყოდი. რა თქმა უნდა ისე ბიბლიიდან ხო და ვისაც სრული გექნებოდა შეგეძლოთ შემოგვიერთდეთ, მოვისმინოთ უკაცრავად ეს ერთწუთიანი, ორწუთიანი ვიდეოები რაღაც ჯერ არ გამომდის, უფრო მეტად მიყვარს ადგილების მოყვანა. ზოგი ყურია ხო სხეულში, ზოგი თვალია, ზოგი კბილია, რა ვიცი, ზოგი გულია, ფილტვია, ყველა სხეულს ხო თავისი მოვალეობა აკისრია. ასე მგონია ყველა თავისას ორიგინალში აკეთებს და მეც რაც გულში მაქვს, სულში მაქვს, ისევ ლაპარაკობ და ისევ გადმოგცემ და ისე გიზიარებ ჩემს რწმენას, ცოდნას და იმ პრაქტიკას, რასაც გავდივარ ყოველდღე, რაც გამივლია. მქონია შეცდომების, მქონია დიდება უფალს, რომ გამომასწორა ღმერთმა უფრო კორექტირება მოუწა. არავინ არ ყოფილა ვისაც დაიწყო და კი, იქნებიან რომ იყვნენ და არიან და მადლობა ღმერთს, მაგრამ ხშირად ხო წერია რომ მართალია ჯერ დაეცმა უფალი წამოაყენებს. ღმერთი აჩვენებს ყოველთვის თავის შვილებს, ვინც დაეცემა ამაგრებს, ნუგეშს აძლევს. ამიტომ მეც არა ვარ იმისთანა რომ დავიწყეს სწორად და შეცდომების არ მქონია, ასე რომ იმის მიხედვით რაც შეცდომებითანაც ვისწავლე, ცხოვრებას გვასწავლის უფალი, ცხოვრებაშიც გვასწავლის ცხოვრების მიხედვით და სულ უფალი გვიკეთებს კორექტირებას. თუ კითხულობთ გამოცხადების წიგნს, იქ ბევრ ეკლესიას ეუბნება სულიწმინდა. 1 და 2-ია თუ არ მახსოვს, თუ არ ვცდები, რომელზედაც რომელ ეკლესიასაც მისწერა თლიანობაში ყოჩახ შენ და ნაკლის არ უნახებია. თითქმის მე მგონი 5 თუ არ ვცდები, 5 ეკლესიას კარგის მისწერა და შენიშვნას მისცა. თუმცა ღმერთის ეკლესია იყო, მაგრამ უთხრა შენი ეს მომწონს, მაგრამ ეს არ მომწონს. თუ ასე არ გააკეთებ და არ მოინანიებ, დაგროსგავ. ჩვენებურად ვთქვათ. მოგლეთ. როგორ ქნა ახლა? საგალობელი ხო იცი? ერთ პატარა იმას. ერთ პატარა კუპლეტიანი საგალობელი. თუ გამომივა. თემას ეხება და იმიტომ. საზუთო არა. ქრისტემ მოხსნა ტვირთი წოდვების და თავის სიტყვით ჩვენ გაგვამართლა. შენ სახარება ხელში აიღე და თქვი ნამდვილად გწამს ის თუ არა, გწამს თუ არა. ქრისტემ მოხსნა ტვირთი წოდვების და თავის სიტყვით ჩვენ გაგვამართლა.
შენ სახარება ხელში აიღე და თქვი ნამდვილად გძამს ის თუ არა მოკლედ შენ სახარება ხელში აიღე და თქვი გძამს თუ არა ქრისტემ მოხსნაო ტვირთის ცოდვების მან თავის სიტყვით ჩვენ გაგვამართლა და აი ამ ჩემს თემას ქვია დღეს რწმენით გამართლება მეგობრებო ძმებო ამისთანა ის არის ახლა ინტერნეტში რომ ზოგნი ამბობს რომ ერთხელ ირწმუნებ იესოს თავი კუჩი გაქვს всё გადარჩენილი ხარ нет проблем არ არის პრობლემა თბილი იქნები ნელი იქნები ცივი იქნები ცხელი იქნები წყალი იქნები ღვინო იქნები ზესიზი იქნები მიწის იქნები მაგრამ даже ამ ქვეყნად არსებობს ამისანა პაგავრკა ანდაზა თუ პაგავრკა ქვეყანაში ამბობენ ეს კაცი არ წყალია და არ ღვინო რუსები ამბობენ ни рыба ни мясо არც ეთის არის არც მიწის ხოლო იესომ თქვა იმიტომ რომ არც ცივი ხარ და არც ცხელი ამოგანთხევ ჩემგან შორს ჩემში არ გიქნებაო წილი ამიტომ მოდი გადავხედოთ ზოგი ამბობს რწმენას ირწმუნებ და შენ გადარჩენას არ დაკარგავ თავი კუჩი გაქვს პასპორტივით ჯიბეში კიდევს всё ზესის პროპოს გაივლი ანგელოზები კეთრიან მოგზანდება და ახლა შენ ერთხელ ირწმუნე ზოგი ამბობს კი ამ რწმენას ჭირდება შენარჩუნება შეიძლება კაცმა დაკარგოს ჩვენ ახლა უბრალოდ გადავხედოთ სახარებას რას ამბობს წმინდა წერილი მაგრამ თუ ვინმე შეჩეული ხართ ერთწუთიან და ორწუთიან დიდი ბოდიში უკაცრავად ვიქნები ეს არ გამოგივა ჩვენ აქ იქნება ადგილების წაკითხვა აზრების განხილვა თუ ეს საკითხი გაინტერესებთ თქვენ ხო ეს ძველი ახალგაზრდული არის შრამები ასე რომ მადლობა ღმერთს ღმერთი ეძებს ცოდვილი იესო მოვიდა ვაფშე ცოდვილებისათვის ხო იცით ეს იესო არ მოსულა წმინდანებისათვის თავზე რაღაცები უბწყინავს განათლებულთათვის და ისა არაფერი რო არ შეუცოდავთ იესო ასე წერია ის მოვიდა ცოდვილებისათვის შენ იყავი ცოდვილი ხარ ცოდვილი თუ შენ იყავი და ხარ ცოდვილი მაშინ ეს ჯეკპოტი შენთვის მოსულა იესო და თუ შენ მას მიიღებ გადარჩები მოდით ნახოთ ორივე ვარიანტი არის თუ არა მართალი რომ კაცი ირწმუნებს და თავი კუჩი აქვს და რაც არ უნდა გააკეთოს მაინც გადარჩება თუ შეიძლება კაცმა ას რწმენაც რომელიც მიიღო მან დაკარგოს დოკუმენტ სლუში ჭიტა იმის ხო არ გაღიზიანებ თუ გაღიზიანებ უთხარი უფალო მომაშორეს ბოროდეს სული იმიტომ რომ სახარების ნახვა მხოლოდ ერთს აღიზიანებს კუდიანს და ჩლიქებიანს და ეშვებიანს ასე რომ დოკუმენტ სლუში სახარება რას ლაპარაკობს ამაზე მარტო ერთ ადგილს კი არ მოვიყვანთ ჩვენ მოვიყვანთ რამოდენიმე გვარიან ადგილს აბა გაიღიმეთ მოკალათით ან სემიჩკან რამე იქ რაღაცები ამიდებით ყავა ჩემი ყავა სად არის აბა ეს ის რაღაცები ნამცხვარი
ბევრი არ ჭამოთ ოღონდ რომ მე რომ ეს მოიმატებთ და გასუქთებით მე დამაბრალებთ ახამასე მითხრაოდა პატარ-პატარა ნაჭრებით ჭამე როგორც ნიკა გამარჯობა ძალიან გავიცინე ისა ძალიან იუმორული იყო შენი ის ნამცხვარი იმან გამახსენა ახლა ასე რომ ნიკა რო ჭამდა ნამცხვარს ისე არ ჭამოთ ბევრი ცოტ-ცოტად დავიწყეთ ამას კი დავდებ რომაელთა პირველი თავი მოკალათით წყურვალებო ვინა იქ წყურვალი შიერი ნეტარი არისო ვისაც შია კიდე ერთ სიტყვად რაღაც გამახსენდა ახლა იქ გახსოვთ იესო რომ ამბობს მთაზე 9 ნეტარება რო თქვა იესო ქართულ ბიბლიას სახარებაში წერია ნეტარ არიან სულით ღარიბნი არაა სწორი თარგმანი არაა სწორი ყველგან წერია блаженнее нищие духом სწორი თარგმანი იქნება ასე იესომ ასე თქვა ნეტარ არიან სულით ხატაკნი იმიტომ რომ ხატაკს არაფერი არ გააჩნია ხოლო ღარიბს რაღაცა მაინც გააჩნია პატარა გაქვეებული პური გაყენული რაღაც საჭმელი ისა სახლი მორყეული მაგრამ მაინც უდგას და რაღა ტანსაცმელი აცვია მაგრამ ცოტა არ არის მოდაში და ისა ცოტა მიხეულ-მოხეული მაგრამ მაინც აცვია ხატაკს ერთი გროშიც არ აქვს ერთი ლუკმას არ აქვს ნამცეცებს ნატრობს და სახლიც არ აქვს бездомник ямას რუსულად უსახკარო ხოდა ამისთან არის სულით ხატაკნი ასე რომ ვინც შერი ხართ ღმერთის სიტყვის და წყურიათ რაღაცა აგერა ვარ მე კაი რომელთა პირველი თავის მე-16 მუხლი დამთავრდა ისა რეკლამა და დავიწყოთ ფილმი სანამ დავიწყებდი მოდი მე ასე ვილოცებ მოკლედ ჩვენო უფალო იესო შენი წმინდა სულით რაც სისტორი იქნება ინევე უფალო და ილაპარაკე მომეც ის აზრები ის სიტყვები რომლების შეთანხმება შენს ჭეშმარიტებას შენს სიტყვას რას იქნება უფალო შენი ნებისამებრ ჭეშმარიტებისამებრ თქმული და ნატრობ რომ ასე იყოს გთხოვ ღმერთო მოამზადე მსმენელთა გულები გახსენი მათი გულები მათი გონება და გთხოვ უხვად დამკვიდრე შენი სიტყვა მსმენელების გულში ხოლო შენ არქნა უფალო თუ რამე არასწორად არა შენი ნებისამებრ არა სისტორით არა სახარებისეული თუ რამე წამომცდა აზრი გავანთავისუფლე გთხოვ დაკეტე მსმენელთა ყურიც გონებას და გულის რომ რამე ცუდი არ დაეთესოს მასში გთხოვ მამაო ჩვენო ზეცი რომ შენი საყვარელი ძის ჩვენი უფლის და მასხურის იესოს სახელით გთხოვ შენი სული წმინდის ძალით და მოქმედებით ამინ სა ჩემი სწრახოკა გავაკეთე იმედი მაქვს და მწამს რომ უფალმა ისმინა რომელთა პირველი თავის მე-16 მუხლი ასე წერია აქ პავლე ამბობს პავლე ეუბნება რომელთა ეკლესიას მორწმუნეებს ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარება არა სახარება სამარცხვინო ჩემო ძმაო და დავ სამარცხვინოები ეს ვიყავით მე და შენ ხო იცი ხა იქ ჩუმჩუმად ჩვენი ცხოვრება ხო ვიცით ჩვენ ღმერთთან უკნას ჩვენი ცხოვრება ვინმესო ანახოს როგორც მეგრელი მაიციან ღმერთთან უკნას ამიტომ ჩვენ ვიყავით სამარცხვინო და იესოს არ შერცხვა ჩვენთვის მოვიდა და მოკვდა და პავლე ამბობს მე არ მრცხვენია სახარება უბედურია ის ვისაც სახარება რცხვენია საწყალია ის ვისაც სახარების სიტყვების თქმა რცხვენია
რა არის აქ სამარცხვინო? ვინა სამარცხვინო? ღმერთის სიტყვა სამარცხვინო? არასოდეს. ეს ჩვენი ბოდვა და ლაყბობა სამარცხვინო თორე სახარება სამარცხვინო არ არის. პავლე ამბობს, მე არ მცხვენია სახარების. რამე თუ სახარება არისო ძალა ღმერთისა ყოველი მორწმუნის გადასარჩენად. აი, რა მიკავია მე ხელში და რა გიკავია შენ და რა გიდევს იქ ტუმბოჩქაში. გამოიტანი აქეთ. გადაშალე. ის არის ძალა ღმერთისა ყოველი მორწმუნის გადასარჩენად. მე-17. მასში, ესე იგი სახარებაში ცხადდება ღმერთის სიმართლე. საერთოდ ჩემო ძმაო და დავო, მეგობარო, უსნობო, ნაცნობო. რომაელთა წერილი საერთოდ. რომაელთა წერილი მხოლოდ ერთ საკითხს ეხება. და მადლობა ღმერთს, რომ თავისი სულიწმინდით ჩაიწერა ეს და ჩაიდო ახალ ათმაში ეს რომაელთა წერილი. ეს არის ერთ თემაზე ლაპარაკობს. праведность, სიმართლეზე, როგორ მართლდება ადამიანი. აი ერთი თემაა ეს. გამართლება. ამიტომ თუ გაინტერესებს ეს საკითხი, აიღე ზონარი, ხო ხედავ მე რამდენი ზონარები, რამდენი კანალები მაქვს. თქვენ ტელევიზორს ხო გახსოვთ წინად? კომუნისტების დროს რაღაც კანალები რო იყო? 1 2 3 4. აი ასე უყურეთ, მე რამდენი კანალები მაქვს. შენ რამდენი კანალი გაქვს იქ შენ სახარებაში? ყველა თავისი ადგილი აქვს მინიშნული. ისე არ არის. თავისი კანალები აქვს. ასე აიღე შენი ზონარი და ჩადევი შენი კანალი, ჩადევი რომელთა წერილზე. და დაიწყე კითხვა. და ყოველ გადაშლის დროს უთხარი, სულიწმინდა, უფალო იესო, შენი სულიწმინდით გამიხსენი. გააგზელე კითხვა და შეგარგოს ღმერთმა. მასში ცხადდებაო სახარებაში ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში. იზრდები რწმენაში. და მთავარი სიტყვა. მართალი იცოცხლებს რწმენით. აქ ბევრი იცი რას აქცევს ყურადღებას. იცოცხლებს რწმენით. მაგრამ აქ წერია მართალი. ჯერ გამართლება მოდის. და მე რწმენით ცხოვრება. თუ მორწმუნემ არ ირწმუნა რომ ადამიანმა არ ირწმუნა რომ ის იესომ გაამართლა, რომ მისი ცოდვები აიღო იესო, რომ იესო მოკვდა მისი ცოდვებისათვის, ის იყო მტყუანი, ის იყო ბრალდებული, მას ეკუთვნოდა ჯოჯოხეთი, ღმერთისგან სამუდამო განშორება, ტანჯვა, წამება, კბილთაყრჭენვა და ბევრი ის ცუდი და უბედური სიტყვები, რომლებიც წერია აქ, მაგრამ იესომ თქვა, მე ვიღებ მის ცოდვას. მე ვაგე პასუხს ამ პიროვნების მაგივრად. დიახ, ის ცოდვილია, მან შესწოდა, ის ღირსია, მაგრამ ხო იცით, მის გადასახადს მე ვიხდი. არასოდეს არ გადავხდია შენთვის ავტობუსში ან სადმე ვინმეს ფული შენთვის. ხო გითხი, დიდი მადლობა, პატივცემულო. გაიხარე. ხო გესიამოვნა. ანდა შენ არ გადაგიხდია ვინმესთვის? უკაცრავად თქვენი ბილეთი გადახდილია. მადლობა არ მითხრათ. მე ჩასულხარ. აი ასე იესომ გადაიხადა და პირველად რაც ჩვენ გვამოძრავებს, ეს არის პირველი სიტყვა. მართალი. მართალი იცოცხლებს რწმენით. აი ვინ ცოცხლობს რწმენით, ვინ დადის, ვინ მოქმედეს, ვინც მართალია. სიმართლის მუზარადი რა არის ეს? პავლე რო თulis იქ ჩამოსახოიზა, რო წერს გადარჩენი ჩაჩქანი და ყველაფერი რწმის ღმერთის სიტყვა როგორც მახვილი, რწმენის ფარი, ის ერთ-ერთი არის სიმართლე. როცა მორწმუნე არაა დარწმუნებული, რომ გამართლებულია,
იგი ეცდება, რომ საქმეებით გაიმართლოს თავი. ამას გავაკეთებ და უფრო წმინდა ვიქნები, ამას გავაკეთებ და უფრო მართალი ვიქნები, ამას გავაკეთებ და უფრო ახლოს მივალ ღმერთთან. არა, შენ ვერ იცოცხლებ ამ რწმენით. ეს რწმენი ცხოვრება არა, ეს არის საქმე ცხოვრება. აქ კი წერია, რომ დაუკვირდით, გთხოვთ, მართალი ჯერ სიმართლე მოდის, მერე იცოცხლებს რწმენით. და საიდან მოდის ეს სიმართლე? იესოს მსხვერპლიდან. იესომ გაგვამართლა და აი ამ სიმართლის მერე მორწმუნე რწმენით მოქმედებს. რწმენით მიდის და ასე შემდეგ. კარგით, ამაზე არ შევჭერდეთ. ეხლა მე ვიკითხავ ადგილებს და მერე სული წმინდა თავისას გააკეთებს. რომელთა მესამე თავის 21 მუხლი. რომელთა 3:21 აგერ არის. სჯულისაგან დამოუკიდებლად გამოჩნდა სჯული, ხო კანონი ეს გააკეთე, ეს არ გააკეთე, ამდენი ნაბეჯი თენაშინერს თინავაშინერს ჩაუმეგრუდებ ხანდისხან. სჯულისაგან დამოუკიდებლად გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ სჯულიც და წინასწარმეტყველნიც. ხოლო ღმერთის სიმართლე ურესადა ეს იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნესადმი. ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით. ვისიო? რამე დოგმის, რამე სარწმუნოების, მიმდინარეობის, წმინდანების, ანგელოზების, ტრალი-ვალი, არავინ არ არის იქ. ერთია. ღმერთის სიმართლე მხოლოდ მოდის იესო ქრისტეს რწმენით. всё. რაც მას დამატებულია, ის არის კონსერვის ბანკა, შხარონა რვალი, ლიშნი, როგორც იტყვიან რუსები. ვინაიდან 23. ყველამ შესწოდა. წმინდანმა, არაწმინდანმა, მართალმა, ნახევად მართალმა, ცოტა მართალმა, ყველამ შესწოდა და მოკლებული არიანო ღმერთის დიდებას. და 24. უსასყიდლოდ მართლდებიან. არაფრის გამო მართლდებიან. უსასყიდლოდ. ესე იგი უფასოდ. უფასოდ მართლდებიან მისი მადლით ქრისტე იესოს მიერ გამოსყიდვით. რა არის გამოსყიდვა? იესომ მოკვდა შენთვის. იესომ დაღვარა სისხლი ჩვენთვის. იესომ გადაიხადა ფასი. ალბათ ამას მთელი ჩვენი მარადიულობა იქნებით ამის შეცნობაში. შემდეგ, იგივე თავის რომელთა მესამე თავის 27 მუხლი. სადღაა დასაკვეხნი? მე ეს გავაკეთე, მე ის დავიცავი, მე ამდენ ცნებას ვიცავ, მე 8 დავიცავი, მე 9 დავიცავი, მე 7 დავიცავი. დასაკვეხნი არავის არაფერი არ აქვს. რა წერია? სადღაა დასაკვეხნი? პავლე წერს, აღარ არსებობს დასაკვეხნი. შანსი არ არის. შანსი არ აქვს არავის რომ დაიკვეხნოს. რომელი სჯულითო? ესე იგი სჯული კანონი. აი ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა არ გააკეთო. რომელი სჯულით? საქმეთა? პავლე სვამს კითხვას. პავლე არის იყო ეს სჯულის ცოდნე კაცი. ეს იყო პროფესორი. ეს პატარაობიდან გამალიელის მოძღვარი გამალიელის ფეხის ქვეშ იზრდებოდა. ეს იყო პატარაობიდან აღზრდილი სჯულში. მან თქვა ცოდვას არ გაუკეთებია მას. თუმცა ის ამბობს, მე პირველი ცოდვილი ვარ. მაგრამ ის ამბობს, სადღაა დასაკვეხნი? დასაკვეხნი აღარ არსებობს. რომელი სჯულით? საქმეთა? ის ამბობს, არა. აბა რომელი? ის პასუხობს, არამედ რწმენის სჯულით, რწმენის კანონით. ხედავ?
ვინც ირწმუნა, გამართლდა. რამე თუ მიგვაჩნია, პავლე ამბობს, ესე იგი, რამე თუ გწამს, მიგვაჩნია, ჩვენ ასე ვხედავთ, რა, რომ რწმენით მართლდება კაცი. სჯულის საქმეებისაგან დამოუკიდებლად. შენ რამდენი ნაბიჯი გადადგეს, შაბათი დაიცავი, არ დაიცავი. სჯულის საქმეებით დამოუკიდებლად მართლდებაო კაცი. დღეს რას აკეთებენ მორწმუნეები? ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, უფრო მართალი ვიქნები. ოხ, გუშინ არ ვიყავი მაგარი მართალი. რაღაც წამომცდა, ბევრი დავლიე, ფილმს უყურე, მერე კიდე რა. ფეხბურთზე წავედი და ცოტა მართალი ვარ. ამ დილის შემდეგ სულ მაგარი მართალი ვარ. ეს არის ტყუილი, ეს არის ეშმაკის იავნანა. სახარებისეულად კაცი მართლდება რწმენით. მერე 30, ხო? მერე ამბობს, განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებია ყველა იუდეველთა დანარჩენი ყველა ვინ არა იუდეველი არის ყველა წარმართი. ქართველი, რუსი, ბელორუსი, რა ვიცი მე. ეგაი რაზნისა. ყველა ერი არაებრაელები გარდა არის წარმართი. ის ამბობს, დიახ, წარმართებისას არისო ეს ღმერთი. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინა დაცვეთილებს, ეს ებრაელებს, რწმენით მესიაზე, დანარჩენი არა. და წინა დაუცვეთლებს ეს შენ და მე რწმენით. ასე რომ ეხლა გადავშალოთ რომელთა ხედავ სულ რომელებს კითხულობ. რომელთა მეოთხე თავი. პირველი მუხლი. მოიმზადე ახლა. პავლე ამბობს, რა ვთქვათ? აბრაჰამმა, მამაჩვენმა, ჩვენმა წინაპარმა ხორციელად იპოვა რაიმე? თუ ჩვენი მამა აბრაამი საქმეებით გამართლდაო და ქება აქვს ტაში. ოჩა, საღოლ აბრაამ. კარგია. ოღონდ თუ ქება არისო, ოღონდ არა ღმერთის წინაშე. ეს კაცის წინაშე, რა აბრაამი რა ეს არის ღვთის მოშიში კაცია. არ ეწევა არ სვამს, როდესაც რუშებში არ დარბის, იმას არ აკეთებს. აგარი წმინდანი კაცია ეს. ეს სულ ლოცულობს კაცო, სულ ტურუ იმის სახიდან რომ ჩავლი იმის სახს სულ ლოცვები ტურუ ჩამოული ტურუ სულ სახარება უკავია. ამისანა კაცი საპოვნია. ეს კაცისგან არის შენი დიდება. შენ ის იკითხე, ღმერთი როგორ გიყურებს. აქ წერია, ქება აქვსო? შეიძლება, მაგრამ ოღონდ არა ღმერთის წინაშე. ვინაიდან რას ამბობს წერილი? ძველი აღთქმა. ირწმუნა აბრაჰამმა. და ჩვენ ნახავთ რა ირწმუნა. ღმერთი და სიმართლე ჩაითვალა მას ეს. არაფერი არ გაგვეთებია. თითის არ გაუნძრევია. უთხრა ღმერთმა რაღაცა? დაიჯერა, ირწმუნა და ჰოპლი, მართალი კაცი გახდა. შემდეგ ერთი და ხო, დაუყურეთ? არა, ოღონდ და მოდი წავიკითხოთ რა ირწმუნა აბრაამმა. საჩემი ბიბლია. შენ საერთოდ ხსნი ბიბლიას? თუ მარტო ზეიდან წმენდ? ვაშინერს ვერი არ უნდა დაედოს ბიბლიას. პილასოსით, ცოცხით, ბუმბულით გაწმინებდა. დაასვენებ კი არა, ჭამე. შენი ბიბლია უნდა იყოს დაჭმუჭნული, დაპასტული, დაფლომასტებული. შენ
უნდა იცოდი აქ ზეპირად, თითრო დააკრა უნდა იცოდი რომელ გვერდს ხსნი, რომელი წიგნი გინდა. ყველა კარტოჩნიკებმა როგორ იციან კარტი? ყველაფერი იციან კარტოჩნიკი, იმიტომ რომ კარტი იცის. მეტი არ არის კარტოჩნიკი. და შენ თუ ვიღაცა კარტს ცნობს და ესე ატრიალებს ხელში, შენც უნდა ატრიალებდე, სადაც გინდა იხსნიდე უნდა. ასე რომ მაიმზადე. შენი იარაღი უნდა იცოდეს შენ კარგად. აი აქ დააბადების წიგნში, ეს პირველი წიგნია, მე-14 თავში, აი რაზე ამბობს აქ მოციქული პავლე. რა იწმუნა და რა სად გამართლა ეს ჩვენი აბრაამი. მე-14 თავის მე-5 მუხში. გაიყვანა უფალმა იგი გარეთ, ღამე იყო რომ მოვიდა. და უთხრა: ახედე ზეცას. გამოვიდა აბრაამი. ღმერთს გამოვყავარ ჩვენი სოროებიდან. იქ ვზივარ სადღაც ჩვენს რელიგიურ იმაში, გამოქვაბულში, კარავში და რაღაცებს ვაკეთებთ იქ. ვეზებთ რაღაცებს, ღმერთი გეუბნება ხან. გამოდგაცი გარეთ, დაანებე იმან. საერთოდ ზიხარ ყოველთვის. გამოდი გარეთ, თუ გინდა გამოცხადება ნახო, გამოდი იქიდან გარეთ. ახედეო ზეცას. და უთხრა და დაითვალე ვარსკვლავები. თუ ძალგიც, თუ შეგიძლიაო. აღრიცხვა მათი. რა თქმა უნდა არა. და მან უთხრა: ასე იქნება შენი შთამომავლობა. ეს უთხრა მე-5 მუხში და მე-6 მუხში წერია: ერწმუნა იგი უფალს. და ეს შეერაცხა. ჩაეთვალა. აქ წერია ჩაეთვალა და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ. всё, იმ წუთში აბრაამი იყო მართალი კაცი. აი ამაზე ამბობს პავლე მოციქული აქ. მე მოყავს დავითიც, ასევე დავითის ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთი სიმართლეს უთვლის საქმეებისაგან დამოუკიდებლად. საქმე არ გაუკეთებიაო ვაფშე. თითიც არ გაუნძრევიაო და გაამართლაო კაცო ღმერთო. როგორ? მეც მასწავლეთ გაზო, მეც მინდა გამართლება, დავიღალე, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, ამდენს ლოცულობ, დილის, შუადღეს, საღამოს, მერე რაღაცებს არ ვეკარები, რაღაცებს გაჭირებულს ვეხმარები, ცოდვილებთან არ მივდივარ, სადღაც გავრბივარ ტყეში და თვეებით ვზივარ იქ ღვიმეებში, რომ არ შევიბილწო. იმდენ საქმეებს ვაკეთებ და არ ვიცი ჩემი საქმეს როგორა ღმერთი როგორ მიყურებს. ასე ფიქრობენ ისინი. და ეს დავითი ამბობს, ნეტარს უწოდებსო კაცს, რომელსაც ღმერთი სიმართლეს ჩაუთვლის საქმეებისაგან დამოუკიდებლად. მაგარია. აბრაამს წმენა ჩაეთვალა სიმართლედ. წმენა ჩაეთვალა. ვინა ჩვენ თვალში მართალი ხანდისხან? ვინც სწორად აკეთებს, სწორად მოქმედებს, სწორად ლაპარაკობს, სწორად იქცევა, აი ეს მართალი კაცია. მაგრამ რატომღაც ღმერთი ამართლებს, სულ არაფერი რო არ გავუკეთები იმისანა კაცს? იმიტომ რომ ირწმუნაო. არაზმა მე წმენა მირჩევი დავიღალე იქიდან ღვიმეებში და რაღაცების გაკეთებას და თავის წვალებას მირჩევნია წმენა ჯობია თურმე 1000 წილად. როგორ ვიპოვო ეს წმენა? როგორ იპოვო და სახარებაში ნახე. წმენა მოდის სმენისაგან. სმენა დაჩის ზღაპრებიდან კი არ მოდის, და ნუცასკოლიდან. სმენა მოდის ღმერთის სიტყვისაგან. აქ მიდი, როცა შენ კითხულობ,
როცა პიმპილიან საჭმელს ჭამ, ხო გეწვის კაცო პირი. რატომ? მინდო რომ პიმპილიანი ჭამე. როცა ჭამ არა პიმპილიანს, გემრიელს, ხო პირის გემრიელი გაქვს. რასაც ჭამ? ბავშვ პატარა ბავშვს ხომ მის ტანსაცმელსაც თავზე რო უსუნო პატარა ბავშვს. რძის უნიადეს. ფეხებზე რო უსუნო რძის უნიადეს. რატომ 24 საათი რძეს სვამს ისა დალოცვილი. ვინც სახარებას კითხულობს, მას სახარებას უნიაზდის და სახარებისეული რწმენა აქვს იმას. და თუ შენ კითხულობ სხვას გლიზბილიქს მონანიება, ხო იცი? ისა კრიმინალური წიგნები როა იქ. თუ კითხულობ წმინდანების ცხოვრებას, თუ კითხულობ ვიღაცა რამდენი წელი იჯდა იმაში ფუღუროში, შენ ამით წმენა არ მოგემატება. შენ მოგემატება, შენ რა იცი, შენ ირწმუნებ და შენს მოგინდება ფუღუროში გაქცევა. გაიქცევი და იქ ერთი 10 წელი დაყობ. რასაც მოისმენ, ის დაგემართება. ამიტომ ყველაზე უფრო გარანტირებული, სწორი, საღი, სულიერი საზდო არის აქ. ჭიტაში. შემდეგ. გადავიდეთ მე-6 თავზე რას ამბობს, უცაოსებ წავიკითხავ. მე-6-ს 10. ისევ რომელთა რა თქმა უნდა. ვინაიდან ის რომ მოკვდა იესოზე ამბობს. ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ. ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს. არა გაჩერდი? 6-ის 10-დან 12-დან. კაი, დავიწყოთ. სამი და არა, შემიშალა, თუ რა არის გასცეს. ეხლა ვერ წუთას. ხო, ვინც მოკვდა ცოდვისაგან თავისუფალია. ესე იგი, ვინც ირწმუნა რომ იესო ქრისტეში მოკვდა, ის თავისუფალი ხდება და მართდება ქრისტეში. და მე შენ ღმერთისათვის ცოცხლობ. ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის გვდრება და ღმერთისათვის ცოცხლებას ქრისტე იესოში. ეხლავე მე-10 თავი აქ მე რაღაც შემეშალა, მაგრამ კაი. მე-10 თავის 12. მე-10 თავის 12, აი ორას ამბობს. პავლე ამბობს. თუ შენი პირით აღიარებ, თუ შენი პირით აღიარებ რომ იესო უფალია. მერე და всё, არა. ჯერ თუ შენი პირით იტყვი რომ იესო უფალია, მერე შენი გულით ირწმუნებ რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, აწერია გადარჩები. ვინაიდან გონებით კი არა, გულით სწამთ სიმართლე. სიმართლე. გაი მეორე? გულით სწამთ გამართლება. ამიტომ გამართლე შეხედემ ხადაგებლებს. ვისაც შიგნით მზეა უნათებს, მის სახელთაც მზეანათებს. და ვის გულშიაც ღრუბელია, მის სახელთაც ღრუბელი. ლექსი დავწერე მე მგონი რაღაცა. პოეტიც ვარ მე ცოტა. ასე რომ ის ამბობს, გულით სწამს სიმართლე. ხოლო პირით აღიარებენ გადასარჩენად. როცა შენ ირწმუნებ, შენ აუცილებლად იმას იტყვი. რამე თუ წერილი ამბობს, ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება. რამე თუ ყოველი ვინც უფლის სახელს იესოეს მოუხმობს, გადარჩება. შემდეგ იგივე
მეექვსე თავია ეს. რომელი არის ეს? 17-ის თუ მეოთხეა ეს? მეოთხე ყოფილა უკაცრავად. მე რაღაც შევპოზდე აქ. შევიმასკნე. რომელთა გაჩერდი ახლა? რომელთა მეოთხე აქ კარგი რაღაცებიო, რაღაც სადან რა მომპარა. ჩვენ ვიდექით იქ რომ აბრაამ წმენა ჩაითვალა სიმართლედ. როდის ჩაითვალაო? არა წინა დაცვეთილსო, არამედ დაუცვეთელს. აბრაამმა ნიშანი მიიღო ბეჭდად წმენით სიმართლისა. გამხდარიყო ყველა წინა დაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩაეთვალოთ სიმართლე. აქ მეზობელი რაღაც იმას სახურავს აშენებს აქ. ხო და ეხლა ვყურეთ. ეს რომელია 13. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს, მის მოდგმას არ რჯულით გააკეთე არ გააკეთე და რაღაცები, არამედ წმენის სიმართლით მიეცა აღთქმა. აი რწმენად რომ მართლდება, ამით დაგავორი დაპირება მისცა ღმერთმა. არა რჯულით, არა საქმეებითო, არამედ რწმენის სიმართლით მიეცათ აღთქმა, ღმერთი გპირდება. ყოფილიყო ქვეყნიერების მემკვიდრე. მერე 16. თუ გაჩერდი? 17. როგორ წერია, მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღმერთის წინაშე, რომელსაც იგი ერწმუნა ღმერთს, რომელიც მკვდრებს გააცოცხლებს და მოუწოდებს არში. ესე იგი, აი მკვდარია, თუნდაც მკვდარი იყოსო, იგი აღადგენსო. აი რა ქნა აბრაამმა? ძმებო და დებო, როცა ღმერთმა უთხრა, შემომწირე შენი ძე ისააკი, ისეთი მამა არ იყო აბრაამი. ჩემი ღმერთის გულისთვის ჯანდაბანდის საქონია ამ ისააკს. მე ღმერთს არ ვაწყენიებ და ამ ჩემ ისააკს გოჭივით დავკლა. ამისანა გული არ ქონდა აბრაამს. პირიქით, აბრაამს ჯეროდა რომ ღმერთმა ხომ ითხრაო მე ისააკში გაგამრავლებ, ისააკში გაკურთხებ. ესე იგი ისააკიდან გამოვაო ყველა ეს ერი და ასე როგორც ვარსკვლავები ცაზე ამდენი გეყოლებაო შვილი. და აბრაამმა მათემატიკა იცოდა, ეხლა მე ჩემი ისააკი რომ მოვკლა, მაშინ როგორ გამრავლდებიან ესენი, როგორ დაიბადებიან. იმიტომ რომ მას ხო არ თქვია შენი შვილიდან გავამრავლებო, მან თქვა ისააკიდან გავამრავლებ შენს მოდგმას. და აბრაამმა თქვა, ღმერთი მთხოვს ისააკს. მსხვერპლად მოვიტანო, დაკლა. სხვა ვარიანტი არ აქვს ღმერთს. ესე იგი, ის ჩემს ისააკს აღადგენს. იმიტომ რომ ღმერთის სიტყვიდან არ გადადის. აი ეს ყვა პავლე. ერწმუნა ღმერთს, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და მოუწოდებს არარსებულსო არსში, რომელიც იმედის მიღმა ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო იგი მრავალი ერის მამა. როგორც ნათქვამია, ასე იქნება შენი თესლი და არ შესუსტებია რწმენა. როცა უყურებდა რომ ის სხეული 100 წლის მკვდარი არაფრის მაგნისი ჩაკვდა, ხოლო სარა საშო უკვე დიდი ხანი იყო მკვდარი იყო. მაგრამ იგი არ შერყეულა ღმერთის დაპირებაში, აღთქმაში, ურწმუნოებით. ხედავთ? ურწმუნოება არის შერყევა. რატომ და ჩაიძრა პეტრე? შეირყა ზღვა, ტალღები, ვაიმე და ჩავიძრებიო და ბულბული წავიდა ქვევით. მაგრამ არ შერყევია ურწმენა.
ურწმუნოებით, არამედ გამტკიც და რწმენით. ძმებოდადებო, ჩვენ გვჭირდება რწმენა, რომ გვამაგრებს. ჩვენ არ გვამაგრებს ვიღაცას ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. Все будет хорошо. ეს არ გამაგრებს შენ. ეს არის ისა დამაყუჩებელი, ორწუთიანი. გვამაგრებს ჩვენ ღმერთის სიტყვა, რწმენა. იმიტომ რომ რწმენა აქედან მოდის. სხვა წყარო არ არსებობს რწმენის. დაივიწყე ყველაფერი. თუ მქადაგებელი არ ქადაგებს აქედან, შენ არ მაგრდები. თუ მქადაგებელია მასწავლებელი ხუსესი აქედან არ გელაპარაკება, ის გაუძლურებს. სხვა სახარება მოაქვს, ამიტომ აპასნი. მაგარი ის არის საშიში რას ისმენ. იმიტომ რომ რწმენა მოდის სმენისაგან და ეხლა შენ თუ სწორის ეს სიტყვიდან არ ისმენ, მაშინ შენ რწმენა კი არ გემატება, შენ გემატება ეჭვი, ჯული, საქმეები და შენი საქმეები დიწყებ რა დაემართა გალატელებს. ზუსტად ის, ახლა რასაც ახლა ლაპარაკობ. უთხრა პავლემ, გალატელებო, ვინ მოგაჯადოვათ? რა საკაცო რო აკეთებთო? სული დაიწყე და საქმე ისევ ქვევით რომ მიდიხართო. რა საკეთებთო უთხრა, ვინ მოგაჯადოვათო? ესე იგი, ვინც რწმენას, ჩვენ რწმენას არ გვამაგრებს, ის შენ გაჯადოებს. აბრაგა დაბრას გიკეთებს იქ რაღაცას. ასე თქვა იმან, ასე თქვა ღვიმეში მყოფმა, ასე თქვა თავზე რაღაცა რო უნათებდა იმან, ასე თქვა იმან, სულ არ მჭირდება ვინ რა თქვა. ასე უნდა იყოს შენ. იცი რატომ? იმიტომ რომ იქ რომ მიხვალ, თუ ნახდი ღვთის სახარებულისებრი რწმენა არა გაქვს, შენი ვერ შეხვალ. იმიტომ რომ იოანემ თქვა, ვისაც ქრისტეს მოძღვრება არ აქვს, მას ღმერთი არ ყავს. ასე რომ ქრისტეს მოძღვრება სხვა წიგნებში კი არ წერია, ქრისტეს მოძღვრება არის აქ, სახარებაში. როგორც გინდა ისე, არჩევანი შენია. ასე რომ მიყვარს ეს ადგილები, არ შერყეულა ღმერთის აღთქმაში. ურწმუნოებით, არამედ გამტკიც და რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. დგას და ამბობს აბრაამი, მადლობა ღმერთო, რომ მე ვარ მრავალი ერის მამა. ჰალელუია! ამას ამბობდა, დიდება უძღვნა ღმერთს. რა წარმოიდგინე შენ? აბრაამი გამოვიდა თავისი კარავიდან, და გაახსენდა ყოველდღიდის, ხო ელოდება კაცო, ყოველდღიურად ელოდებოდა. ელოდებოდა ამბობს, მადლობა ღმერთო, რომ მე ვარ მრავალი ერის მამა. ჰალელუია! და გადის მეზობელიდან. ვა დედა, ვაი შენ პატრონს უბედურს. 100 წელი დაამთავრა და მრავალი ერის მამა. დაეუბნებიან მეზობლები ერთმანეთს. ზა, გააფრინა. ისჭირს. რას არ ვიზახიან იმას. ხანში რომ შედიან ხალხი. რაღაც დაემართა, всё. წაიღო წერილი აბრაამმა. იმდენი ინატრა თავის მეჩტებში უკვე ფანტაზიებს აკეთებს. უკვე მრავალი ერის მამა. ზოგიერთი რა კაცი იყო. რა ღვთისმიერი კაცი იყო. შეიშალა ჩვენი აბრაამი. საერთოდ ასე გვანან მორწმუნეები. ცოტა ხვეცი სულიწმიდ რო აღიხსნენ და რო თქვეს დათხრნენო. პეტრემ რო თქვა არა, ჩვენ თვრალი არა ვართ. ჩვენ აღიხსენით სულიწმიდით. სულიწმიდ ესა ავსებული კაცი გათვრალს და მორწმუნე კაცი ცოტა მას გავს. შერეგილს. იმის რაღაცებს აღიარებს, რომ ისა. ნუ დაუშვა და ნოე. მოვაო წვიმაო და მოვაო ისა დიდი წყალია წარვა ექნებაო და მაშინ ხო წვიმა არ იყო, მაშინ და პარი მოდიოდა ნისლით. რწყავდა ღმერთი ქვეყნიერებას და თქვეს შეიშალა ეს წყალი ნოე წვიმაო და წარღნაო და ბურდღუნებს რაღაცავს და დასინოდნენ. აი ასე, ვინც რწმენით ლაპარაკობს და ცხოვრობს, ის არ გას ნორმალურ კაცს. თუ ნორმალურს გავს, ის მას ცუდად აქვს საქმე. თუ შენ ურწმუნოები გეუბნებიან, good boy, კაი ბიჭი ხარ, არა ხარ კაი ბიჭი, შენ უნდა შეგრისხონ, შლიპ, ეს ღმერთია გაგიჟებული, ეს შეყვარებულია ღმერთს, სულ ღმერთი, ალილუია, იესო, სახარება, იესო, ზეცა, სულიწმინდა, ჯვარცმა,
ასე რომ კარგი სადა ხარ მეოთხე თავზე ვიდიგით ხო 17-ის ეს დაგვითარებია ეხლა უყურე მეხუთე თავის პირველი რიცხვი მეთქი პირველი მუხლი მაშა სადამე ესე იგი არის იტოგი მაშა სადამე რა კირწმენით გავმართლდით როგორო საქმეებით ორ ჯულით ეს გავაკეთე სანთელი ავანთე ხარც ვაკოცე და უკოსნე ვიღაცას ხელები ფეხები და რაღაცები და ისა ანდა ის გავაკეთე ეს დავიცავი ის მარხო დავიცავი ეს რაღაც დავიცავი პედრე პავლობა ივანობა აბრაამობა წმენით მართლდება კაცი საქმეების და მიუხედავად იმიტომ რომ პირველი გამართლება ხდება წმენით და მერე არის გამართლება და მერე არ წმენით ცხოვრება თუ კაცი არ გამართლება არ ირწმუნებს სიმართლეს ქრისტეში ის წმენით ვერ იცხოვრებს ის იცხოვრებს რჯულით თუ მან ცოდნით მიიღო იესო მოგდა ჩემთვის საწყალი ხო როგორ უტანჯებია კაი მე რა ვქნა ახლა მაშინ მე არ მინდა მუსულმანი იყო მე არ მინდა კრიშტიანები იყო მე არ მინდა ბუდისტი იყო არ მინდა ვიღაცები იყო ქრისტიანობა მირჩევნია ესე იგი რა გავაკეთე ახლა მე ეტყვიან შენ ეს გააკეთე ის გააკეთე იმას აკეთე ამას აკეთე იმას დაუნთე ამას დაუნთე იქ წადი აქ მოდი ცალფეხზე დადექი არის სუნთქო პრესიდენტები გააკეთე და თქვი 1000 ჯერ უფალო შემიწყალი და ამას თუ გააკეთებ უფრო მართალი იქნები რა ტყუილს ამბობ ის კითხე შენ თავს რა კირწმენით გამმართით რა სიტყვა მოდის ამის შემდეგ მიყვარს მე სიტყვა რა კირწმენით გამმართით შვიდობა გვაქვს ღმერთთან ჰალელუია შვიდობა ისი რა არის მირ აკოი ბლაჟენსტვა ნეტარება ისი რა შვიდობა დაუშვა და კაცი მუშაობს და ეუბნებიან და დამთავრდა მოვიდა თავისი საათი დამთავრდა და ამბობს საყვარი დამთავრდა სამუშაო წავა სახში და გავგორდები ლოგინზე ანდა ვიხადნეები მაქვს ჰოლიდეი მაქვს არისა მაქვს არ უნდა ვიმუშაო ანდა დაამთავრე რაღაცა ანდა ვალი გადაიხადე ანდა რას მოაქვს შენთვის მშვიდობა რა ვიცი მე შენთვის რა მოაქვს მშვიდობას უყურე წმენით გამმართდით და მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ღმერთთან ასე არ მოდიხარ შემიწყალე გავაკეთე ეს გავაკეთე და რა ვიცი საშინელი ვარ შემიწყალე ღმერთთან ხო არ გამიბრალდება მეხი არ გაუშვას ღმერთთან და არ გამაქროს აკარწოდას ასეთი გზნობით არ მოდიხარ შენ ღმერთთან იმიტომ რომ აქ წერია სახარება ამბობს სხვა წიგნები კი არ გას ერთი წიგნი ამბობს ჩემი წიგნი ამბობს ბიბლია სახარება რომ წმენით გამმართლდითო და მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ღმერთი შენი მტერი არა უკვე ღმერთი შენ არ დაგჯის უკვე გამართლებული ხარ რი ნასნავანიეთშივო როგორ გამმართლდი კაცო ცოდვილებში ვიღარ იესო მოგდა შენს მაგივრად შენი დანაშაული ჩემი დანაშაული იესომ გადაიხადა ღმერთის მართლმსაჯულება დაკმაყოფილდა და შენ მოდიხარ იესოს მორწმუნე და მშვიდობად კანკალით კი არა სიყვარულით მოდიხარ მადლობა მამაო ზეციერო გილამშვიდობისა ღმერთ მამაო ჩემო გახარებული წარმოგიდგენია იმ ადამიანთან რომელთანაც შენ გაქვს მშვიდობა კაი გამარჯობა კაი ნასწრაბობა კაი ნათესავობა ძმაკაცობა მეგობრობა როგორ ხდები მას შენ ასე თუ გაუმარჯოს ვინა იქ ძმა რომელიმე გაუმარჯოს ამაზე იმას ჩაიხუდები აი ასე წერია
გვაქვს გამართლება ჩვენი უფლის გამართლება შენი კი არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ და იესო ქრისტეს მიერ გამართლებულ კაცს შვიდობა აქვს ღმერთთან შიშით ჩაყრობილი სახე კი არ აქვს და თვალები შიშით და გაფითრებული სახე კი არ აქვს სიხარული სიმშვიდე პოლნია თლიანი სიმშვიდის განსახიერებად გეხარ ღვთის წინაშე იცი რომ ამ სიდიდი ღმერთი წმინდა სამართლიანი შენს წინააღმდეგ არ არის პირიქით გიშვილა სულ არ მიწერია მაგრამ ორი რა მოხს გაჩვენებ ახლა იოანეს სახარება ხოლო ყველას ვინც მიიღო იგი იესო ქრისტე მისი სახელის მორწმუნეს მისა ძალაუფლება იცი რა არის ბეჭედი დაარტყამს კაცი ბეჭედს იმას პასპორტზე საბუთზე მისა ძალაუფლება გავხდარიყვნენ მორწმუნეები და წმინდანები კი არა ღმერთის შვილები რომლებიც არ სისხლისაგან არ ხორცის დომისაგან არ მამაკაცის დომისაგან არამედ ღვთისაგან იშლენ აი მისი სახელის მორწმუნე იესო ქრისტეს მიერ შენ წმინდანი კი არა შენ ხარ ჯერ ღმერთის შვილი ხარ და მერე ხარ შენ წმინდა და უმწიგლო ასე რომ ოკეი კარგი ახრანდეს ლაპარაკობ მე მგონი ვინ შემეჩვევა ეხლა რომაელთა მეცხრე თავი ხო ხედავ სულ რომაელებში ხედიალობთ რომაელთა 9:30 ეხლავე მაშ რაღა ვთქვათ თუ გაინტერესებს სიმართლეზე მე მგონი არ მაგვეძება მაშ რაღა ვთქვათ წარმართებმა ეს არაებრაელებმა რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ ფეხებზე რო გიდათ ეს ჩვენი სიმართლე მიიღეს სიმართლე ვა გამართლდნენ პავლეს სიმართლე საქმეებისაგანო რწმენისაგან სიმართლე რწმენისაგან ხოლო ისრაელმა ხედაღამე დიდება შენ და ღმერთო იშმაკ ისრაელ ადონაი ელენო ადონაი ეხად იქი შაბათი აგარ გააკეთო იქით რაღაცა მკვდარს არ შეიღო ლალალა ტრალალა და ამისანა იმათი დაკავებულია ეს ხალხი და ხოლო ისრაელმა რომელიც სიმართლის ჯულს ეძებდა ვერ მიახსია სიმართლის კანონს პავლეს სონს კითხავს რატომ почему და პადამო почему და იმიტომ რომ რწმენაში კი არ ეძებდა არამედ ჯულის საქმეებში ეს გააკეთეს იმას დაუნთეს შენ სანთელი იმასთან ილოცე ერთხელ მივიდი ტაძარში და კინაღამცემეს შენს არ მიძრებია იესოსთან აქ ჯერ აქეთო მითხრეს პავლე პეტრე მერე ის შუამდგომლისო იმასთან ის გადასცემს მერე ესე განცხადება იქიდან აქედან და მერე რომ მიდისო დირექტორთან და იქ იმას დაუნთეო სანთელი მერე იმას დაუნთეო სანთელი მერე იმასო მერე მარიამსო და მერე მარიამი დედიკო ეტყვის თავის შვილს და მაშინ იქნება რომ შეიძლება შესვენილია და რაც მიჭყაო და ჯიბეში ფული ყველა ამომაცალეს კლიანად სიტყვაზე ვამბობ ხალხიო რომელიც ისრაელიორს ჯულით რო ეძებდაო ვერ მიახსიაო ჯულს რატომ რწმენაში კი არ ეძებდაო არამედ საქმეებში ეს მარხვა დავაკეთე ზოგიერთი მარხვას რო გააცდენს გონია რომ ჯოჯოხეთში წავიდა როგორ მოინანიან არიციან რატომ იმიტომ რომ იმ მარხვებით უნდათ გამართლება უფრო წმინდანად გამოჩნდებიო ღმერთის ძვალში არა კაცო მარხვა ეს ჩვენთვისაა კარგი შენ ხოწერია რომ პასტომ სმირიალია დუშუს ვაი მარხვებით ვიძაბუნებდიო თავის დამდაბლება მიდის შენ თავს დრგუნავ პავლემ რა თქვა ვიმონებო თგუნავ და ვიმონებო ჩემს სხეულს
ეს შენი სხეულის ის არის აბრაბოტკა იმას უკეთებ რაღაცას თორე ღმერთისთვის მარხვა არის შუაში არა ეს შენა მარხვა შენ წესრიგში მოყავ ხარ თორე მარხვა არც გამართლებს და არც გამტყუნებს შენ მარხვა ეს არის შენთვის და არა ღმერთისთვის ამიტომ ხა მე მგონი ჩათი გვაგზა იქ რაღაცებს ნამიოქს მაძლებენ რომლის საათი ერთი მოსულა დრო კარგი გამიგებენ ალბათ იციან აქ რო ვარ და აბადიებენ ხო და ურაზერი აქ სიმართლის ჯულს ეძებდა და ვერ მიაღწიაო სიმართლის ჯულს იმიტომ რომ რჯულის საქმეებში ეძებდაო და შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე იესოზე შებრკოლდნენ ვინ არის ეს რაც არის ამბობს და არ ირწმუნეს მაგრამ ასევე ეწერა ისიც აი დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს ესაა დღეს კიდევ საცდური ის გეუბნება ეს კაცი რა შენ ამას არ გააკეთებ იმას არ გააკეთებ იმასთან არ ელოცებ არ იმარხულებ ამდენს ტირიტორი არ ილოცებ იმას არ დაუნთებ ამას არ დაუნთებ იმას არ გააკეთებ ამას არ გააკეთებ და შენ გონია რომ მართალი იქნები და ეს საცდურია დღესაც რელიგიური ხალხისათვის იესო ქრისტე არის დღესაც რელიგიური ხალხისათვის იმიტომ რომ ისინი საქმევით ეძებენ გამართლებას და არა წმენით იესო ქრისტეს მსხვერპლისა მან ერთხელ მოიტანა თავისი თავი შესწირა და დამთავრდა всё დამთავრდა მსხვერპლშეზირვა დამთავრდა ყველაფერი დამთავრებულია მხოლოდ დარჩენილია ერთი როცა ცოდვილი გაიგებს მან უნდა გააკეთოს ხემდე-ხოხი უფალო მადლობა რომ ჩემთვის მოგდი მადლობა რომ ჩემი ცოდებისათვის შენ ეტანჯე შენ აიღე და ღებულობ ჩემ პირად მხსნელად ჩემს უფლად შენ გაკეთებულ საქმეს მე ვღებულობ წმენით აი ამიფო ესაა სახარება არა შენ იწმუნე შენ წამს იესო არ წამს ჯოჯოხეთში მიდიხარ სტოპ შენ იმკაც არ მოусმენია სახარება შენ არ გილაპარაკია რა ქნა იესომ ესაა სახარება როცა კაცს აუხსნი რატომ მიდის სად მიდის კი ჯოჯოხეთში მიდის მაგრამ რა კარგი ამუნისტიის ამბავი მოგაქვს კაცო ამუნისტია რომ გადახდილია ვალი всё გადასახდელი არაფერი არ არის მხოლოდ ირწმუნე მხოლოდ წმენით მიიღოს ეს სასიხარულო ამბავია და ბევრი იცი როგორ ამბობს შენ თუ არ წამს მე ჯოჯოხეთში მიდიხარ არა შენ კი არ უქადაგე მას სახარება შენ პირიქით იქ დაუჯიკავე შეაშინე საზღარი პირიქით კაცო ვახაროთ ამ ხალხს რა ქნა იესო გადარჩ წმენით მართლდება კაცი როცა რელიგია გეუბნა არა შენ წმენით არ მართლები ამდენი დღე უნდა იარო აღიარებაზე უნდა მოახვიდე რაღაცები უნდა გააკეთო ასე იცხოვრება ასე და შენ თუ იქნები ასე გადარჩები ალბათ ნუ ატყუებ შენ თავს ვახო არქანიან დაწერას ესო ნუ ატყუებ შენ თავს როგორ არის ამახსოვს ხო და კარგით ეხლა კიდე ერთი ბოლო თაგი რომელთა რა ტკბილია რო იცოდეთ ნია ჩვენმა დამიცოდა ერთი პრისკილა ნია და ეხლა ის ნია რომელთა 14-ის 17 ხარ მოისყნეთ რომელთა 14-ის 17 მუხლი უყურე რა წერია ვინაიდან ღმერთის სასუფეველი საჭმელ სასმელი კი არ არის არამედ ესე ვკითხულობ ვინაიდან ღმერთის სასუფეველი არის ისე არ არისო საჭმელი და შარაფი სუფრა არამედ ნიშნავს არის ესე იგი ვკითხულობ კორექტულად ღმერთის სასუფეველი არის პირველი სიმართლე
ეხლა დაუკვირდით, ხო? არ წახვიდე ერთ წუთას იყავი. სიმართლე მერე მოდის შვიდობა და აბა თუ გამოიცანი. რომელი იქნება მესამე? გაგამართლეს. სასამართლოში გაგამართლეს. ტყუანი იყავი, უნდა ჩაეჭიეთ 10 წლით. და იმისანა ადვოკატი გამოგიჩნდა ბარისტერი, რომ გაგამართლა. რაღაცები გააკეთა იგი რაღაცები და იჩალიჩა რაღაცა და გაგამართლა სასამართლოზე. სიმართლე მოგცა. ეს გაგამართლა. ეს ის პირველ რას მოგცემს. დედა მაინც იტყვი იქ ურწმუნო იყო მაინც იტყვი მადლობა ღმერთს. გადავრჩი. იცი რას იგზნო პირველს სიმშვიდეს. ჩაისუნთქავ და ესე იგი მე ტოვებ ამ სასამართლო დარბაზს. დაივლის შენში სიმშვიდე და მესამე რაღაცა გაიღვიძებ შენში. რა? სიხარული. გაიხარებ. გეტყვის მოსამართლე, რას გავყარა კიკაბიძეს? წადი გარეთ არ გნახო შეუსინდისო. ხუმრო. უყურეთ რა არის? ღვთის სასופველი არის სიმართლე. ქრისტე რო გაგამართლებს. მერე მშვიდობა მოაქვს ამას. და სიხარული. სულიწმინდით, რა თქმა უნდა. ყველაფერი ეს მოდის სულიწმინდით. სულიწმინდა გვიხსნის რომ იესო გვამართლებს. სულიწმინდა მე აგვაძლევს მშვიდობას და მერე მოდის სიხარული. ეხლა მითხარი, ის ევანგელისტები მქადაგებლებიან და ლუბოი, მორწმუნე. რომელიც იქადაგებს იესოს. გაგაფრთხილო უნდა ერთი მე შენ. თუ არ ეწმუნები იესოს, ისი სად მოხდები? კიბილთახჭენა რო იქნება იქ და თესხლის ზალი, ჯოჯოხეთი. უგუნითი უგუნისამდე. შენ ჩავარდები ცოცხალ ღმერთს, ჩასხლიმ ჭამელს. სადაა მშვიდობა და სიმართლე და სიხარული? თვითონ ეს კაცი არა დარწმუნებული თავის გადარჩენაში, დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ვინც ამონისტიის ამბავი დააქვს, მასაც უხარია. თუ დაკრიტილი არ არის კიკაბიზავის კვილები და თუ ყურებამდე არ არის მისი ღიმილი, მაინც ხიარული სახე იქნება გასო. იმიტომ რომ სამხიარულო ამბავი მოაქვს. კარგი, თუ ასე არ არის, თვალები მაინც იქნება რა გამწყნებული გასო. ეტყობოდეს იქნება რომ რაღაც ცუდი ამბავი არ მოაქვს ამ კაცს. მინიმუმი შენთვის. ამიტომ სასופველი ცადა არის სიმართლე მშვიდობა და სიხარული სულიწმინდაში. თუ სიმართლე არ არის, თუ გამართლება არ აქვს კაცს ქრისტეში, მშვიდობაც არ აქვს. და თუ სიმართლე გაქვს, სულში მშვიდობა გაქვს. მოისვენეთ და დიდება იესოს შესაძლოა. მშვიდობა მაქვს ღმერთთან. და მერე სიხარული მოაქვს ამ ყველაფერს. ისიც ჩვენ ზუგდიდში რომ დავდივდით მორწმუნეები ძმები, ალბათ დაემოწმებიან. ისი რა მოგვიგონეს? ჩვენზე თურმე ამბობდნენ რაღაც ახალი ნარკოტიკი, მე ხო უწინხო ვიყავი, რაღაც კრიმინალებში ვიყავი, იმის ხარი არ დაიბადებოდი ტაზარში. ხოდა ახაო რა ნარკოტიკებს ხმარავთო თქვენ ბიჭები. მე კომბინატი იყო დათო კიდევ ვინ იყო იქ. ძმები ვიყავით ბევრი. პავლე, ბიბლიის სახლები გვერქვა. დავითი, პავლე, სტეფანე, დიმა ერქვა იმას, სამსონი, მალხაზი ჭიცაწყარიდან. ხოდა ძმები ვიყავით კიდევ ვინები ბევრი. ოთარი და რა ვიცი, ფრიდონი, ბევრი ძმები ვიყავით და გვეუბნებოდი რა ნარკოტიკი გაქვთ? ჩვენ რასა არ გვაქვს. უკაცრავად არ გვესმის რას ქვია ნარკოტიკი. არა, რო გაკვირდებითო, ქალაქში, ბაზარში, ბულვარში, სახში ადიხარ, მაღაზიაში შედიხარ, გამოდიხარ, სულ იკრიჭებითო გასო. რაღაც მიდიხართ, ლაპარაკობ გიხარიათ, სულ იცინით.
დააგვირდია ხალხს, დააგვირდია და მითხრა ინკას, დააგვირდი. ისინი ისე რომელივე. თუ მთვალი არ არის და პლანი მოწეული თუ არ აქვს. თქვენ რა გაცინეთ? ხო, მითხარიო და არავის არ ვიტყვიო. პროსტო. ძმაკაცურად, ძველები ხო ვიყავით და ძმები კაცო ძველად. მითხარიო, რას ხმარობთ იმისანაც, რომ 24 საათი დაკრიტილი გაქვთ ეს დულები. ჩვენ რა გინდა? და თვალები გავუწყდა, კიო, მეოთხარი. კიტა! მეოთხარი სული წმინდა. მოინანი, ირწმუნე იესო. ველაპარაკე იმ ბიძამ. ერთმა სამწუხაროდ ჩემი პლანი მირჩევნია თუ რაღაცაო და ერთ კვირაში გადაიცვალა. ძალიან ნახვებელი კაცი იყო და ოი დედა. ხო და ამისთან რაღაცა. ისი თქვა მინდოდა ძმადადებო. პირველი ქრისტე გვამართლებს, შემდეგ მას მშვიდობა მოაქვს და შემდეგ ის სიხარული სული წმინდაში. და კიდო დავამთავრებ მაინც. მივწერ ერთი წუთას აგე თქვენ თვალწინ მივწერ ძმებ და დევს ჩატში. ეხლა ვუის გავუშვებ თქვენ რო ისვენთ ისე. მშვიდობას მებოდა დებო. უკაცრავად შევრჩი გავიჭედე Facebook-ის live-ში ერთ თემას ლაპარაკობდის რწმენით გამართლებაზე და ბოლომდე ვერ დავიმთავრებია და ამიტომ გთხოვ რამოდენიმე ვეცდებით 15 წუთში დავამთავრო და შემოგიერთდებით. წინასწარ გმადლობთ ადრებისათვის ვიცი რომ გამიგებთ. აბა, და აბა ხო. საქმე ჩავაწყე. იმიტომ რომ ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, თუ ეს შენ არ მოისმინე, მაგარ რაღაცას დაკარგავ. კოლასელთა არა, მე ვიტყვი სხვა ადგილს. არა. კოლასელთა 1-21. უცებ. აი პირდებით უცებ. კოლასელთა 1-21. თქვენ რომლების ოდესღაც იყავით გაუცხოებულნი და მტრები, გონებით, თქვენი ბოროტის საქმეებით, ახლა შეგირიგათ. ღმერთო, მისი ხორცის სხეულში, იესო. მისი სიკვდილის საშუალებით შეგირიგათო იესომ ღმერთთან. რათა წარგადგინოსო შენ თქვენ თავის წინაშე წმინდანი, უბიწონი და უბრალონი. ოღონდ. კლოსის მუსიკა ჩარტევა. ოღონდ. რა კარგად მიდიოდი პავლე და რა არის ხა ოღონდ, ეს უკვე პირობითია. პავლე ამბობს, ოღონდ. თუ დარჩებით ტკიცე შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების იმედს რწმენას, რომ გადაჭრილი ხარ. რაც აგითქვა ღმერთმა დაგპირდა სახარებაში, რომელიც თქვენ ისმინეთ, ჩემგან წინათო მე გიგათაგეთო და ეკადაგავ ესახარება ყველა ქმნილებას ცის ქვეშ. კითხულობ ისე. ჩაიწერე კოლასელთა პირველი თავის 22 21, 22 და 23. თქვენ რომლების ოდესღაც იყავით გაუცხოებულნი მტრები გონებით თქვენი ბოროტის საქმეებით, კრიმინალები რო იყავითო, ეხლა შეგირიგათ მისი ხორცის სხეულში, მისი სიკვდილის საშუალებით, რათა წარგადგინოს თქვენ თავის წინაშე წმინდანები, უბიწონი, უბრალონი, ოღონდ. ოღონდ. თუ არა და არა.
პირობითია ოღონდ თუ არა და არა თუ დარჩებით მტკიცე შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების იმედს რომელიც თქვენ ისმინეთ და ეხადაგა ყოველფრინებას ცის ქვეშ ესახარება ეს ერთი ადგილი ეხლა პავლე წერს ტიმოთეს ტიმოთე პირველი 5:12 ისინი განისჯებიან მორწმუნეებზე ლაპარაკობს პავლე რატომ პავლე მორწმუნეებზე რატომ ლაპარაკობს შენ ასე ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირველი რწმენა ისინი გასამართლდებიან ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირველი რწმენა რას პავლე მიქა შენი რწმენა კი არ გაქვს შენ რომ მოისმინე რაღაცა დაჭი ზღაბრები no არა შენ არ თქვა ჩემ რწმენას მე არაფერში არ გავცვლი რომელ რწმენას დაჭი ზღაპარს თუ ნუცასკოლას პირველი რწმენა ნამდვილი რწმენა არის აქედან რას პავლე ქადაგებდა პავლე მოციქული რასაც ქადაგებდა ის არის სწორი სახარება დანარჩენი არის ნუცასკოლა ეს ერთი მეორე პირველი ტიმოთეს იგივე პირველი ტიმოთე მე-6 თავი 17 და 21 უყურეთ ამ წუთის სოფლის მდიდრებს ამცნე რომ არ გადიდუდგნენ არ მიენდონ მათ თურ სიმდიდრეს არამედ ცოცხალ ღმერთს რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს დასატკბობად რომ იყვნენ ქველმოქმედნი გამდიდრებულ კეთილ საქმეებში და ასე და ასე სადამ ერე პასუხი 21 ტიმოთე გაუფრთხილდი მობარებულს განერიდე უშვილ ლაქლაქს და რასაც მიყვნენ და ტიმოთე გაუფრთხილდი მობარებულს განერიდე უშვილ ლაქლაქს ეს ხარ მიხება გასეს ცრუ მეცნიერულ კამაც ეს ტოჩნე მე არ მიხება რასაც მიყვნენ და ზოგიერთები რწმენას აცდნენ ჩამოშორდნენ რწმენას ისე რაც გეს რწმენა ჩამოშორება თუ რწმენა ჩამოშორდი შენ გამართლება ჩამოშორდი შენ ღმერთს ჩამოშორდი რწმენა ეს ღმერთთან არ გვაერთიანებს და ვინც რწმენას ჩამოშორდა ის ღმერთს ჩამოშორდა ასე რომ აქ არის გაფრთხილებები მეორე ტიმოთეს მე-4 თავი ისე მე ვამთავრებდი რომ ხო გახსოვთ რომ მე შეპირდი ძმებდადებს მეორე ტიმოთეს მე-4-ს 6 ვინაიდან პავლე ამბობს მოემზადეთ ვინაიდან მე მსხვერპლი ხდები პავლეს ტიმოთეს წერს შვილო მე მივდივარ ვიცი რომ თავს გამაგდებინებენ მომკვეთენ მსხვერპლი ხდები ჩემი წასვლის ჟამი დადგა წავიდე უნდა წესაში კეთილი ღვაწლით ვიხწოდი დინარება დავასრულე ესე იგი მსახურება დავასრულე რწმენა შევინარჩუნე ეხლა მომელის სიმართლის გვირგვინი პავლე ამბობს რწმენა შევინარჩუნე რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ თურმე რწმენა შეიძლება ვერ შეინარჩუნოს კაცმა პავლემ თქვა მე რწმენა შევინარჩუნე ტიმოთე სხვებზე რას ამბობს მათი რწმენის გემი დაიმსხვრა მე ხელახან ველაპარაკებოდი ერთს მას თბილისიდან და იმან თქვა შოთა თუ არ ვწდები ამისა ადგილი არის სახარებაში პავლე წერს დემამ დამტოვაო დემა რომელიც იყო ეს არ იყო ისე ვიღაც პინთიკლუშა ვიღაც ისე პეშკა то есть უბრალო კი არა ეს იყო
ღვთისმსახურებაში იყო, ან მოციქული იქნებოდა, ან წინასწარმეტყველი, ან დიდი მსახური იყო ვიღაცა, დემა. ხო და დამტოვა უთქვა პავლემ. რატომ მიზეზი? იმიტომ რომ კი არა რომ სხვანაირად ირწმუნა, ან და რაღაც გამოცხადება ქონდა კი არა. ქვეყნიერებაში იყო არაო. ქვეყნიერება მოეწონა, ქვეყნიერება დაამზაგა ჭუგლი, გაყვა ქვეყნიერებას. მე არ ვიცი რა იგულისხმება პავლემ იქ, მაგრამ დემამ პავლე დატოვა და წავიდა იქით. ეს რას ნიშნავს, რომ ამ დემამ ღმერთის დატოვა, რწმენა დატოვა. ალბათ ამოვიდა კი სამდე სულ ციეხე, დევნა, ტყეპვა. ხო და ამას ყველაფერს იგი მოითმენდა მას, რომ რწმენა ქონოდა, რომ ამის საზღაურს იგი ის მიიღებს. მაგრამ არა, წავიდა. მათი რწმენის გემი დაიმსხვრა. ხო და ერთი აზრი რაც მინდოდა მეთქვა, რისვისაც ახლა გავჩერდი და იქ მივწერე ჩვენ ძმემდადებს. ძმემდადებო, ეხლა 2 წუთში აგიხსნით, ერთ რაღაცას გაგიხსნით, გამოცხადების წიგნში შეიძლება შენ ბეათაჟი გიქნება ეს ნანახი, მაგრამ ეხლა მოკლედ ჩავსვამ. გამოცხადების წიგნში სულიწმინდა მიანიშნებს ჩვენ საყურადღებოდ მნიშვნელოვან სიტყვებს, რათა დავუკვირდეთ და ჩავსვდეთ. და რა არის ეს? პირველი. ვიცი შენი საქმეები. ბევრი ხო ამბობს, რა პრობლემაა? აი რწმენით გამმართდები და საქმე არ მჭირდება. ეს უყურე რატომ არის აქ შეცდომა? იმიტომ რომ ეხლა მომისმინეთ, თუ კაცი საქმეებით ცდილობს რწმენა მოიპოვოს, რწმენით გამართდეს. არასწორია. პირიქით, ნაღდ რწმენას, ნამდვილ რწმენას თავისი საქმეები აქვს. გამიგეთ ახლა თუ დაინახეთ რა. ვიღაცა საქმეებს აკეთებს, რომ ძლიერი მორწმუნე გახდეს და რწმენა შეიძინოს და ეს არ არის სწორი. პირიქით, ნამდვილ რწმენას აუცილებლად საქმეები მოყვება. როგორც დაიბადება პატარა კნუტი და დაიკნავლებს, აი ასე რწმენაც ხმას გამოსცემს. დაიბადება ცოცხალი ბავშვი, იტირებს. დაიბადება რაღაცა კიდე პატარა ლეგი, დაიწყებს ყრეფვა, ზაღლური სიცოცხლე გამოსცემს. რწმენას რომ დაიბადება, ცოცხალ რწმენას თავისი საქმეები აქვს 100%. მაგრამ თუ ვიღაცა იტყვის, რომ აი მე რწმენა მაქვს და საქმეები არ არის საჭირო, ამაზე იაკობმა ძალიან კარგად უპასუხა. უგუნურო. რწმენას, რომელსაც საქმე არ აქვს, ის არის მკვდარი რწმენა. ამას გადარჩენა არ შეუძლია. ნამდვილ რწმენას აუცილებლად გინდა თუ არა ის მოქმედებს კაცი, ცოცხალი ეს რწმენა. შენ რავი, ქანდაგება ხო არ გონი დაბეტონებული რაღაცა. რწმენა გაქვს და არიზრი. არა, რწმენა ცოცხალია, ხო წერია იქ რომ რწმენა, რომელიც მოქმედებს სიყვარულით. აი, რწმენა. რომელ რწმენაზეც თქვა იესომ, რომ მოვა ქვეყნიერებაზე, პოვებ რწმენას. რას ლაპარაკობ იესო? რას ქვია მთელი ეკლესიები სავსეა რწმენით. იესომ თქვა, როცა მოვალ, პოვებ რწმენას. როგორ რწმენას უფალო? ის სულიწმინდა პავლეს პირით თქვა. რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით. რწმენა მოქმედია, რწმენა არა პასიური. ასე რომ ეხლა ერთუხ რა მაინც შენ დამეხმარე ღმერთო. აუღურეთ. გამოცხადების მეორე თავში 7-ჯერ წერია, უყურე რა, 7-ჯერ წერია, ვიცი შენი საქმეები, ვიცი შენი საქმეები, ვიცი შენი საქმეები, ვიცი შენი საქმეები. შენი ზმა მეორე თავის მეორე მუხლი. ვიცი შენი საქმეები.
კიდო მეორე თავის მეცხრე მუხლი ვიცი შენი საქმეები მეორე თავის მე-13 მუხლი ვიცი შენი საქმეები მეორე თავის ისე 19 მუხლი ვიცი შენი საქმეები მე-13 თავის პირველი მუხლი ვიცი შენი საქმეები მე-13 თავის მეორე მუხლი ვიცი შენი საქმეები მე-13 თავის მე-14 მუხლი ვიცი შენი საქმეები 7 ჯერ წერს ყველა ეკლესია სულიწმინდა პირველი სიტყვა ვიცი შენი საქმეები რატომ იმიტომ რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია არ დაიჯეროთ მარტო ირწმუნე და ოპლი ეს იცი რაზე ეს როგორ თქვა იესომ ვინც ირწმუნებს გადარჩება იმიტომ რომ ნამდვილ რწმენას იესოს არ ქონდა მხედველობა რომ აი ირწმუნე და ისა ფეხი ფეხზე შემიდევი და უსტვინე რამდენის გინდა არა ნამდვილი რწმენა მოქმედებს სადაც დასახმარებელი დაეხმარება სადაც შესაძლებელია შესწირავს სადაც ბოლო ლუკმას გამოიტანს და მიმას მისცემს გაიხდეს და ხატაკს ამას სიყვარული აკეთებს იქ წერია რომ რწმენა რომელიც მოქმედებს სიყვარული და არა კანონი და რელიგიით უნდა გააკეთონ არ მუშაობს ეს არ გადახვიდეთ იმაზე რომ უნდა გააკეთო არაფერიც უნდა არ გააკეთო შენ ეს შენმა შინაგანმა რა წერია სურვილს და მოქმედებას უფალი თქვენში იქს შენ თუ მე თავიდან მომეც იმპოზია რომ უნდა გააკეთო შენ უნდა გააკეთო ისე უნდა გააკეთო არაფერიც დაელოდე ბუნებრივ სულის მავლობას შინაგანში გაქვს გააკეთე დაემორჩილე უფალს დაემორჩილე სულიწმინდას უნდა ეს რელიგია ეს ეშმაკის დეიდაშვილია ეს რელიგია უნდა გააკეთო ის მოდის ასე სახარებითაც მოვა ის უწმინდური და მეორე სიტყვა რაც გამოცხადების წინში 7-ვე ეკლესიას 7-ჯერვე ეუბნება ეს არის სიტყვა ვინც გაიმარჯვებს კითხულობ გამოცხადების მეორე თავის ამთავრებ ბოლო მუხლები ეს მეორე თავის მე-7 მუხლი ვინც გაიმარჯვებს ვისაც ყური აქვს სასვენად ისმინოს რაც ეუბნება სული ეკლესიებს რას ვინც გაიმარჯვებს მე ყველაფერს არ წავიკითხავ მე გამოცხადების 2:11 ვინც გაიმარჯვებს და იქ არის რაღაცები ამას მისცემ იმას მისცემ არგანიზაციის ზიანს მეორე სიკვდილით და კურთხეები და რაღაცები აღთქმებია მაგრამ ერთ სიტყვას ვამბობ ვინც გაიმარჯვებს მეორე თავის მე-17 მუხლი ვინც გაიმარჯვებს მე 26 მუხლი მეორე თავის რომელია 26 ურაზერია ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე ისარჩევ საქმეებს და ასე ვინც გაიმარჯვებს მე-13 თავის მე-5 მუხლი ვინც გაიმარჯვებს ჩაიცვამთ ეს ვინც გაიმარჯვებს მე-13 თავის 12 მუხლი ვინც გაიმარჯვებს მე-13 თავის 21 მუხლი ვინც გაიმარჯვებს ივსემ დაჯდეს ჩემთან ჩემ ტახტზე და ასე რა არის რას ქვია ვინც გაიმარჯვებს ეს ნიშნავს რომ შენი გამარჯვება ვინც გაიმარჯვებს ნიშნავს ვინც არ იმოქმედებს ვიცი შენი საქმეები სულიწმინდან გაუსვა ხაზი ვიცი შენი რწმენა გიარზე რწმენასა იქ მაგრამ იქ ყველას ერთ და იგივე ეზოს ვიცი შენი საქმეები ვიცი შენი საქმეები ვიცი შენი საქმეები ვინც გაიმარჯვებს ვინ გამარჯვება ეს შენი ის არის რეაქცია შენი მონდომება შენი წინსვლა შენი ნაბიჯის გადადგმა ეს შენ ხარ ღმერთი არავის არ აიძულებს მაგრამ სულიწმინდა ამბობს ვინც გაიმარჯვებს ვინ იქნება აქტიური ვინ იმოქმედებს ვინ წაიღებს დროშას
ვინ იქნება ასეთი და ასეთი, ვინც გაიმარჯვებს, ამას ვაკურთხებ, ვინც ასე გააკეთებს ამას. რას ამოვზეს? ეს არ ამბობს საქმეებზე. არა გადასარჩენად? არა. გადარჩენა ჩვენ უცბად გვაქვს წმენით. მაგრამ ამ გადარჩენას შენარჩუნება ჭირდება, როგორც პავლემ თქვა. რწმენა, ესას ჩემი სარბილი განლეო, რწმენა შევინარჩუნე. შენარჩუნება ჭირდება ამ რწმენას. გადარჩენა ამ გადარჩენას შენარჩუნება ჭირდება. იმიტომ რომ ზოგიერთებმა უარყვეს, ზოგიერთებმა დაგმეს, ზოგიერთებმა ვერ აიტანეს, შეეშინდნენ, უარი თქვეს, დაბრუნდნენ და ვერ მივიდნენ ფინიშამდე. ასე რომ ჩვენ არა პირიქით იესომ რა თქვა, მე მინდა ეს ავანთავრო იესოს სიტყვებით. მათეს 10:22. მათეს 10:22. და იქნებით მოზურებულნი ყველასაგან ჩემი სახელის გამო. და მე რა წერია ბოლო სიტყვა? ხოლო ბოლომდე მომთმენი გადარჩება. აბა თავიდან რომ მოვითმინე და ბოლოს ვერ გავზელი? ვერ გადარჩები. იესო თქვა, ვის არ შემსხვება ჩემი, მეც შემსხვება. ვინც არ მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მეც არ ვაღიარებ. ასე რომ რწმენა ზემოდადება მართლდება, რწმენით ხდება გამართლება. რწმენით ხდება ხსნა გადარჩენა, მაგრამ ამ რწმენას შენარჩუნება ჭირდება. ამ რწმენას მტერი ყავს. ჩვენი მტერი, სატანა. ის მოდის როგორც ძველი გველი. პავლე ამბობს, მეშინია არ გასცნოთ როგორც ეს მასნაო გველი. იაზე ედემის ბაღში. დიდება ქონდეს უფალს. მოდით. კი არ დამწუხდეთ. გაფრთხილება ეს კარგია. სულიწმინდა გვეუბნება. იმიტომ რომ რწმენა საქმე აქვს. და ამიტომ ამბობს სულიწმინდა. ვიცი შენი საქმეები. რომელი საქმეები? რწმენიდან გამომდინარე. დანარჩენი შენი საქმე, რომელიც არ ჭირდება რაფერს. საქმე, რომელიც არ გამოდის რწმენიდან, არ ჩაითვლება, ის არის ფაფუ, საპნის ბუშტი. დაკარგი ყველაფერი. რა რწმენიდან არის გამოსული საქმე. ხოლო სასופველიცად არის სიმართლე. გაგვამართლობა. შვიდობა. სიხარული. და ამას გაურთხილდეთ. გაურთხილდე რომ პავლე რო წერს, გაურთხილდიო მობარებულს. რა მობარებულს? აი იმ გადარჩენა რომ მოგაბარა ღმერთმა. გაურთხილდე იმას. შეინარჩუნე. დაიფარე. ამ რწმენას 1000 მილიარდი მტერი ყავს. გადაიფარე. შეინახე კარგად. უფალმა გაგურთხოს. ღმერთს უყვარხართ. მოდით. ოფში გავაკეთეთ ასეთი რაღაცა, ოფში ტოგი. გადარჩენა ხდება რწმენით. უცბად. საქმეებისა მიუხედავად, ხოლო ამ რწმენას მტერი ყავს. ეს გავუკეთოთ. დავიფაროთ ჩვენი რწმენა. რელიგიამ არ მოგპაროს, როგორც გალატელებს დაემართათ. პავლე რო უთხრა, გალატელებო, ვინ მოგაჯადოვათ? არავინ არ მოგაჯავით. იქ წერია პავლე თქვა, თქვენო საქმე რწმენი დაიწყეთო და საქმეებზე გადახვიდითო და თქვენ მოსყდითო მადლს. იმიტომ რომ რჯულის საქმეები დაიწყო, საქმეების თავის გამართლება. გამართლება ხდება მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით. და ნამდვილ რწმენას მოყვება თავისი საქმე ავტომატურად. ავტომატურად. თვითუნებურად. მორწმუნე კაცი კიდევ არ შეიწყალეს. მორწმუნე კაცი იმას არ გაკეთებს. როგორ მინდა მოყარვა და არ შეიძლება მოყარვა. და როგორ მინდა მოკლა და არ შემიძლია მოკლა. ასე არ აკეთებს ნორმალური კაცი, მორწმუნე კაცი. მას არ უნდა. ეს ღორსას ცუნება რო აქვს. როგორ მინდა იმ ტალახში გორავი, მაგრამ ჩემი პატრონი მიყურებს და არა და როგორ მინდა ეს ტალახში თავით გადავეშვა. ამისანა აზრები არ მოდის კატას. პირიქით. ეს ყნარა ისე გადაასკოპდება შენ ტალახს და დააწება იქ სუფთა ადგილას. ბუნება აქვს სხვა.
მორწმუნის ბუნება არ არის იმისთანა. არ რაღაცებს არ ნერვიულობს, როგორ მინდა ცოდვა და ვერ ვაკეთებ. არა. მორწმუნეს არ უნდა. მორწმუნე რო შეხედავს, ეცოდება, უყვარს, ეხმარება, ილევა. ქრისტე გამოდის გარეთ მორწმუნის თვალებიდან, პირიდან, საქმიდან, ცხოვრებიდან, იესო ძვრება გარეთ. ეს არ რწმენა, რომ იესო ცხოვრობს და შენიდან ლაპარაკობს, შენიდან ხედავს, შენიდან ამაგრებს ვიღაცას, შენით ეხმარება და შენით ეწინააღმდეგება, რაც ღმერთს უყვარს, ის უყვარს და რაც ღმერთს სულს, ის სულს. ქრისტეს შვილს. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და დიდი ბოდიში კიდე ერთხელ. მაგრამ ფიქრობ, რომ არ ამგონია რომ დრო დაკარგეთ. უბრალოდ თუ დახვეწავ ჩემ ამ გრძელ ლაპარაკზე პატარად, ხო იცი, დაწურავ და შეხედავ სიმართლე გამოდის. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ. რაციას მადლი მოგანიჭე დიდება უფალს და რაც თუ რამე ვინმეს რამე და მომიტევეთ. უფალმა გაკურთხოთ. ღმერთს უყვარ ხარ. იკითხე სახარება, მე წავედი, მე მგონი მე მეორე დაპირებას დავარღვიე და რას მეტყვიან ისინი ის ხარ შენ. მაგრამ ჯერას ღმერთის შვილები არიან და აბადიებენ. აბა ჰე, კარგად მორწმუნეებო, ბურთხილდით რელიგიას.